მოლდოველების სახელით მადლობას გიხდით აკყოფნისთვის. ევროკავშირის ქვეყნების იმ საერთო გზავნილის ჩამოტანისთვის, რომ მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია. ეს მომავალი კი არაა ხელმიუწვდომელი ოცნება. არამედ დღით დღევ მუშაობთ საერთო ძალისხმევით იმ მიზნის განსახორციელებლად, რომ გქონდეს მშვიდობა, შესაძლებლობები და სხვა სიკეთეები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს გააჩნიათ. მშვიდობა ევროპული გზის ფუნდამენტია და განვითარების მთავარი პირობა. ჩვენ სწორედ ახლა განვსაზღვრავთ ევროპულ მომავალს, მათ შორის ამ სამიტის გზით, რაც რეგულარულ პლატფორმად იქცევა. სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა რაც მთავარია, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. გასულ კვირას ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა მოლდოვას ევროპული გზის მიმართ. ამ გზაზე თქვენს ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი შედეგები და ასეც გაგრძელდება. ეს კი გულისხმობს სამუშაო ადგილებს, ბიზნეს შესაძლებლობებს, უკეთეს საცხოვრებელ სტანდარტებს, ეკონომიკის უნარების გაუმჯობესებასა და გზას მსოფლიოს ყველაზე დიდ ერთიან ბაზარზე. ჩვენ აქ ვართ, რომ გავაგრძელოთ თქვენთან მუშაობა და მოგცეთ თავდაჯერება ამ გზაზე. დღეს ჩვენი 27 ქვეყნის სახელით ჩამოგიტანეთ მკაფიო მესიჯი, რომ მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია. თქვენ აჩვენეთ წარმოუდგენელი გამბედაობა და სიმტკიცე. ეს მოხდა მაშინაც, როდესაც მოლდოვის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა მოლდოვას ევროპული გზის კონსტიტუციაში ჩაწერას. მოლდოვას აქვს ისტორიული შესაძლებლობა პროგრესისთვის და ვიმედოვნებთ სწრაფად გავხსნათ ყველა შესაძლებლობა ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნის გზაზე. როდესაც მოლდოვა შეუერთდება ევროკავშირს, ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით უფრო უსაფრთხო, მედეგი და ერთიანი. გასულ წელს დავამტკიცეთ 1,9 მილიონიანი გეგმა და თქვენ მართლაც ბევრი იშრომეთ, მაქვს კარგი სიახლე, შემიძლია დაგიდასტუროთ ახალი 270 მილიონი ევროს ოდენობის გამოყოფა მოლდოვისთვის. სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი ოცნება რეალობად იქცეს.